მოგესალმებით, ჩემი ძრუფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა სასიყვარულო სამკუთხედი. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი მხრიდან არის სამკუთხედი, თუ მისი მხრიდან არის, ვინც ზუსტად იცით, რომ სამკუთხედში ხართ, მხოლოდ მათთვის არის ეს ვიდეო. მას ასე განვიხილოთ მისი ზოგადი ენერგიები, თქვენთან დამოკიდებულება, მესამე პირებთან დამოკიდებულება და სცენარი, როგორ განვითარდება თქვენთან და როგორ განვითარდება მესამე პირებთან. მას ასე დავიწყოთ. მესამე პირები აუცილებლად განვიხილავ ამ შემთხვევაში როგორც ოჯახის წევრებს, ასევე სხვა პარტნიორსაც. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ერევა თქვენს ურთიერთობაში, ვინ უშლის ხელს ამ ურთიერთობას, ზუსტად ეს განვიხილოთ. მას ასე, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, შეგახსენებთ, რომ საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ ეზონირდება, პირადი კონსულტაციებისთვის გადადით მთავარ გვერდზე, იქ არის მითითებული ნომერი და შეგიძლიათ მომმართოთ WhatsApp-ი. WhatsApp-ზე. მას ასე. ვინ არის ეს ბატონო? კი ბატონო, აქ სამკუთხედი თუ გეტყვით იმას, რომ აუცილებლად განვიხილავ იმ ფაქტს, რომ რაღაცა გზას განიხილავს, უახლოეს ორ პერიოდში შეიძლება იყოს 2 დღე, 2 რიცხვი, 2 კვირა, 2 თვის ტენდენციაზე. ფიქრობს ამაზე ძალიან ბევრი შესაძლებელია თქვენ ურთიერთობაში ახლა არის გზა დაშონა, ნახეთ სიშორე, რეალურად, ფიზიკურად არ ხართ ერთ ქალაქში, ან ერთ ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობთ. ის გზა ერთგვარად უქმნის ძალიან დიდ დაბრკოლებას ამ ადამიანს. ფიზიკური მდგომარეობა არ მომწონს, რაღაცა სისუსტე აქვს, არ გზნობს თავს კარგად მაინც და მაინც რეალურად თუ არის ეს გზა სიშორე, ყველა ვარიანტში ცდილობს ამ გზის შემოკლება უნდა, ფიქრობს ამაზე, ილუზიები აქვს, აყოლილი ფიქრებსა და ემოციებს, თუ ქორწინებაშია და კონკრეტულად მის გვერდით სხვა ქალია, აქ განვიხილავთ როგორც თქვენ ხართ პარტნიორი, არა როგორც მეუღლე. მაშინ გეტყვით, რომ იქ ოჯახურ ურთიერთობებში, სადაც არის თუ ქორწინებაშია, შემოძრეფესებო არის სერიოზული კონფლიქტური ენერგიები და მაქსიმალურად ცდილობს იქ რაღაცა სცენარის დალაგებას. იმიტომ აქ ნახეთ ოჯახის ცოლი, შვილი თვითონ და ეს ამღვრეული ნაპირი ზუსტად ნიშნავს ქაოტურ მდგომარეობას მის ქორწინებაში, თუ ის კონკრეტულად ქორწინებაში, ამას განვიხილავ. ან თუნდაც მისი ოჯახი, ნახეთ, დედა, მამა და ასე შემდეგ. იქ არის საკმაოდ კონფლიქტური ენერგიები. ეს კონფლიქტური ენერგიები სხვათა შორის რაღაცა გარკვეული დოზით გიკავშირდება თქვენს. შესაძლებელია თქვენი არსებობის შესახებ იციან და ამიტომაც ძალიან ომი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ აქ ერთმანეთს ხოცავენ, რასაც ქვია, ხელით არ ეხებიან, მაგრამ ნახეთ, როგორი სერიოზული კონფლიქტია. და ეს კონფლიქტის მიზეზი ხართ თქვენ სხვათა შორის მესამე პირების არსებობა ურთიერთობებში, არ განვიხილავ კონკრეტულად რა პოზიციაში ხართ ახლა ამ ურთიერთობაში, მეუღლე ხართ თუ საყვარელი ხართ, თუ მეუღლე ხართ, მაშინ პირიქით მოატრიალეთ ეს სიტუაცია, რასაც ახლა განვიხილავ. ყოველ შემთხვევაში ესეც ცოტა მძიმე ენერგიებშია ჩვენი ვაჟბატონი. მაგრამ მანიპულატორია, საკმაოდ დიდი მანიპულატორი, საკმაოდ დიდი აფერისტი, ესე მიყვარს, ეს სიტყვა მიყვარს ძალიან. და ის ცდილობს რაღაცნაირად ორ ურთიერთობაში მოკალათებას, ამის ან უყურეთ და ჯონგლიორობს. ძალიან კარგად უნდა მორგება ამ სცენარში სხვათა შორის და თვითონაც შეძლებს და გვარად უძღვება ამ საკითხს. უახლოეს პერიოდში რაღაცა უნდა შემოგთავაზოთ, აუცილებლად 4 დღე, 4 საათი, 4 კვირა შეიძლება იყოს შემოძრიფესებო განმეორდა 4-იანი. სხვათა შორის ეშინია რომ თქვენს ურთიერთობაში სხვა მამაკაცი არ ამოვიდეს, ეს არ გამოჩნდეს, ისეთი სერიოზული რომელსაც დაეყრდნობით და რეალურად აღარ ექნება ამას საშუალება თქვენთან ურთიერთობის და კომუნიკაციის აღარ ვეღარ მოვა ამ მიზეზის გამო. აი ეს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის სხვათა შორის. კარგი, კიდევ რას ფიქრობთ თქვენზე? რას ფიქრობთ თქვენზე? თქვენი რესურსები ჭირდება, თქვენ ძალიან დიდ რესურსებს და ძალიან სექსუალური ქალი ხართ მისთვის და ეს ემოცია აი რაღაც მიჯაჭვულია თქვენზე. ავადმყოფურად არის მიჯაჭვული განსაკუთრებით აი ამ ენერგიებით. ანუ სექსუალური ენერგიებით ტოლვა, ვნება, ეს ანგრევს ისე დღეში აქტებს. აი, მოვინახოთ მესამე პირებთან რა ემოციებშია. ხო, იქ როგორც ჩანს, იმპერატრიცა ეს მეუღლეა, შვილების დედა, შემოძრიფესებო შემთხვევაში დედაც შემიძლია განვიხილო მისი. აი რაღაცნაირად თითქოს ცდილობს იქ სცენარის დალაგებას, კი ბატონო, ჰარმონიას და ბალანსს, დაბალანსებას ურთიერთობის და სცენარის კიდევ რა ხდება. ნუ აი საკუთარი ინტერესებს იცავს, თუმცა ცოტა ისე გამოსდის უხეშად რა, ესე ვიტყოდი. კარგი, როგორი განვითარება ექნება თქვენს ურთიერთობას უახლოეს პერიოდში? აი როგორ წავა სცენარი თქვენს ურთიერთობაში უახლოეს პერიოდში?
ნახეთ ქორწინებაში თქვენ შესახებ აუცილებლად იციან, იმიტომ რომ ქორწინება მოუჯახს ენერგია და მესამე პირების ენერგია. როგორ განვითარდება, არ იცის როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ნამდვილად არ იცის როგორ დაალაგებს ამ სცენარს, ძალიან არეულია, თუმცა თქვენი ურთიერთობიდან წასვლა მას არ უნდა, იმიტომ რომ აქ ღრმა ემოციები, რეალურად აქ შემიძლია ემოციებზე ვისაუბრო ნამდვილად უახლოეს პერიოდში რაღაცა შემოგთავაზებთ უდაოდ, გადმოდგავს ნაბიჯებს, მაგრამ ეს იქნება ისევ манипуляციები, ეს იქნება რაღაცა დადგმული სცენარი იმისთვის, რომ არ დაკარგოს ეს ურთიერთობა და არ დაკარგოთ თქვენ. რაღაცნაირად შეიძლება თავისი ტკბილი ტყუილებით თუ რაღაცა манипуляციებით აი ამ ურთიერთობის შენარჩუნებას, ამ თქვენს ურთიერთობის შენარჩუნებას. თუ ეხლა თქვენ ხართ რაღაცა კონფლიქტურ ენერგიებში, აუცილებლად ამ კონფლიქტის დალაგებას აუცილებლად შეეცდება. ეხლა იქ რა ხდება? იქ მუშაობენ საკმაოდ კარგად და მკაფიოდ, რომ იცოდეთ, იქ ძალიან დიდი აგრესიაა, კონფლიქტია, მაგრამ იმედი აქვს, რომ სიტუაცია ისე შემოტრიალდება, რომ ყველაფერი დალაგდება, იმიტომ რომ ბედის მიანდო ეს საკითხი, თუმცა თვითონაც მზად არის იმუშაოს. მაგრამ იქ არის ეჭვიანობა, იქ არის კონფლიქტი, იქ არის კონტროლი, იქ არის თვალის ენერგია და ასე შემდეგ. რეალურად, თუმცა გეტყვით იმას, რომ იქ ორივე პარტნიორისთვის კონცერტებაში აუცილებლად გეტყვით იმას, რომ ის ურთიერთობა ორივესთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირებულია. იქ არ განვიხილავი ღრმა ემოციებს, იქ უფრო რაღაცა მატერიალური საკითხების ინტერესები, შეიძლება იყოს ფინანსები, სახლი, მანქანა და ასე შემდეგ. აი რეალურად თითქოს მატერიალური საკითხები აქვთ ერთად დალაგებული ძალიან კარგად და მკაფიოდ, ამის დაკარგვა არ უნდა, იმიტომ რომ იქ სერიოზულ კრიზისს გაივლიან, თუ ესე მოხდება და ეს არ მოხდება, დალაგება არ მოხდება სცენარის, აი კიდევ ერთხელ ვიტყვი ფაქტს, რომ იციან მისი ღალატის შესახებ და ძალიან მტკივნეულ პერიოდს გადიან იმ ურთიერთობაში, თვითონაც ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოვიდა იქ. მოკლედ არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნა საკმაოდ მძიმე ენერგიებშია ჩემოწვრფესება. კაი, კიდე ზოგადად რა იქნება თქვენთან და რა იქნება იქ? თქვენთან რა იქნება, მოდი ვნახოთ. აი, არ იცის რა. მაგრამ ნახე რაღაცა კონკრეტული ნაბიჯების გადმოდგმა ძალიან გაუჭირდება, თუმცა გაშვებით არაპირებს ამ ურთიერთობის გაშვებას და დათმობას, იმიტომ რომ რაღაცა დოზით თქვენს მისი სტაბილური ურთიერთობა ხდება. დიდი ხნის ურთიერთობა უნდა განვიხილო. აქ არ არის 2 და 3 დღის ურთიერთობა თქვენთანაც და აქედან გამომდინარე უჭირს ამ ურთიერთობის დასრულება, ანუ თქვენთან. თუ კი ის ქორწინებაში. იქ რა ხდება? იქ ციკლი დაიხურა, ძალიან ბევრჯერ იყო ის ურთიერთობა ნგრევის პირას მისური, მაგრამ როგორც ჩანს აქ თუ ვისთანაც ბავშვები ფიგურირებენ, აუცილებლად გვიტყვი იმას, რომ ამ ბავშვების ენერგიის გამო, ანუ ბავშვების გამო მოხდა ამ ურთიერთობის გადარჩენა არაერთხელ. ნახეთ, ვიტყოდი, რომ იქ ურთიერთობაში თავისი დრო ამოჭამა ამ ურთიერთობამ, მაგრამ ვერ ხვდება ვერც ერთი პარტნიორი, რომ რაღაცა მკაფიო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ იქ იმდენად გაურკვეველ სცენარს გადიან ორივე პარტნიორი, რომ ენით აუღწერელი, ოღონდ მართლა. ეს კონტროლი, ეს ეჭვიანობა, იქ მაგიაც კეთდება აუცილებლად ამ ადამიანზე, წარსულის დაბრუნება უნდათ, წარსულის ღრმა წარსული, სადაც იყო გარკვეული ზღვა ემოცია, ბავშვური ემოციები, მაგრამ ეს რომ დასრულდა, სიკვდილის არკანი ამოვიდა და ის წარსული აღარ მეორდება და ის დრო უკან აღარ დაბრუნდება, ამას ვერ განიხილავენ. ამიტომ ნახეთ, იმდენად ცუდად არის თვითონაც მენტალურად ფიზიკური მდგომარეობაც, რომ არც იმას არ გამორიცხავ, რომ მისი მოტრიალების თუ აი თქვენთან დაკავშირებითაც სხვათა შორის სიფრთხილე გამოიჩინეთ, მაგია კეთდებოდეს მისი ოჯახიდან, ეს შეიძლება იყოს დედაც, მეუღლეც და ასე შემდეგ. თუ ის ქორწინებაშია, თუ არ არის ქორწინებაში, მასინ ძირი ოჯახი იმისთვის, რომ მორჩეს თქვენი ურთიერთობის ნგრევაც, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამ მაგიის საფუძველზე არა მარტო თქვენს ურთიერთობას ანგრევენ, არამედ მას უზარმაზარ ზიანს აყენებენ. მოკლედ ეს იყო, წარმატებებს გისურვებთ ჩემოწვრფესებო, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.